ვარ 17 წლის. ყავს პატარა ნათლული, რომელიც თბილისში ცხოვრობს. როგორ უნდა მოვიქცე, რომ კარგი ნათლია ვიყო. სულ ცოტა რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა ვილოცოთ მისთვის. აი, სულ მინიმუმ. თუ არ ლოცულობ, უკვე არ ვარ. მეორე კიდე ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ახლა მე გეტყვით, ძალიან გულს მიხედავს. იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ვახერხებ იმას, რომ რაც საჭიროა ხშირად მივიდე და მოვინახულო და სულ მცირე ვკითხო როგორ არის და როგორ მიდის ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ აი ახლა საჯაროდ ვამბობ. იმიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმე ესე პირადად მოდის, მე ეს წინ ხომე ან უარი რო უთხრა რაღაცა ნათლიობას. საჯაროდ ვამბობ, ყველაზე ცუდი ნათლია ვარ მე. ამიტომ დაფიქრდით, სანამ მაგას მოითხოვ ჩემთან. ლოცვით კი ვლოცულობ, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. ჩვენს ნათლულებს წესით უნდა ვასწავლოთ ქრისტესკენ მიმავალი გზა. ჩვენი მოვალეობა ეგ არის, სხვა მოვალეობა ნათლიას არ აქვს. რამხელა ოქროს ჯვარს მიუტან და ჩასაცმელს თუ კანფეტებს თუ სათამაშოს, ეგ არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ ქრისტიანობა ასწავლო. მთავარი არის, რომ ასწავლო სახარებისეული ცხოვრება. არ ვიცი ახლა რომელი ხართ ის 17 წლის აქ, მაგრამ აი ეგ არის მთავარი. 17 წლისთვისაც, 30 წლისთვისაც და ბოლო ამოსულთქვამდე, რომ ქრისტეს ცნებების ერთგული იყოს. აი ეგ უნდა ვასწავლოთ ჩვენს ნათლულებს.